უკვე საათზე მეტია, რაც პროკურატურაში ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც შესვლამდე ჟურნალისტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მას ჰქონდა არჩევანი, რომ გამომძიებლის კითხვებზე პასუხი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გაეცა, თუმცა ჟორჟოლიანის განმარტებით მან პროკურატურაში მისვლა გადაწყვიტა, რადგან მისივე თქმით მორალური უპირატესობა მის მხარეს არის და მას თავად აქვს კითხვები, მათ შორის გამომძიებლებთან, პროკურატურის ყოფილ ხელმძღვანელთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით აწარმოებს გამოძიებას, მათ შორის არის საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. სასამართლოში გრძელდება მოკლევადიანია, იმიტომ რომ იქ არის ფორმალური შეკითხვები და პასუხის გაცემა რაღაცნაირად შემცირებულია უფლებები ორივე მხრიდან. პროკურატურაში უფრო მეტი საუბრის შესაძლებლობაა, მათ შორის მე შემიძლია პროკურორს კითხვა, რას ფიქრობენ ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც იყო ბოტასების ქურდი, მერე გახდა რომანოვი, მერე კალაშოვის კანონიერი ქურდის მეგობარი, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუფროსებოდა ოთარ ფარცხალაძე, მე უნდა მკითხონ, რატო ვიყიდე 80 ლარის ლობიანი, ან რატო ვიყიდე აირწინაღი იმ აქციის იმ მონაწილესთვის, რომელსაც რაღაცა თქვენ გახსოვთ ის ჩატარებული ექსპერიმენტი, მხუთავი აირი, რომელიც აღმოჩნდა, რომელიც აკრძალული იყო, ხუთავდნენ, ხო? და გუდავდნენ. შესაბამისად, აქ მგონია, რომ მორალური უპირატესობა ჩემსკენ არის. სხვადასხვა მუხლებით არის დაწყებული გამოძიება, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრალდება აღნიშნულ მუხლებს რამდენად განახორციელებს ეს არის პრობლემური, მათთვის მაგალითად ერთ-ერთი მუხლი არის საბოტაჟი, რომლის სამართლებრივ ფაბულაში საერთოდ მოქმედებები როგორ უნდა ჩასვან წარმოუდგენელი არის, ასევე დაფინანსების ხაზი, ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ ქალბატონი ნანუკას შვილის ლეპტოპი არის ამოღებული და აღნიშნულ ლეპტოპს დღემდე არ აბრუნებენ, რაზეც განცხადებაც არის დაწერილი